მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია ქალბატონი ნანა ჩაჩუა. ძალიან მოხარული ვარ, რომ გესტუმრეთ და ჩემი პოდკასტის სტუმარი ხარ. ძალიან დიდი ხანი მინდოდა თქვენთან შეხვედრა, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა და კავშირი, მე ვიტყოდი სულიერი თანაზიარობა გვაკავშირებს და ძალიან მიყვარხართ, ამით უნდა დავიწყო. დიდი მადლობა. შევარჩიეთ საოცარი თემა. დღევანდელი პოდკასტისთვის თქვენ ახსენეთ, რომ გაქვთ სტატია, ესეც სათაურით, გაყოყოჩებული ცნობიერება, ანუ აპოკალიფსი დღეს. და ეს ეხებაო დღევანდელი საზოგადოების სტრუქტურას. პირდაპირ გამოგიტყდებით, რომ დაახლოებით ბუნდოვნად შეიძლება მივხვდე რაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა მოგისმინოთ, რა ხდება. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. და სხვათა შორის აპოკალიფსი დღეს ნამდვილად უკვე არის დღეს. და ამაზე ძალიან დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებდნენ. მალტო ის რა დღეს, რომ ოლდოს ჰაქსლიმ რომ დაწერა საოცარი წიგნი, საოცარი. და ამ წიგნს ქვია საოცარი ახალი სამყარო. ეს საოცარი ახალი სამყარო ეს არის ის რაშიდაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. და უნდა ითქვას, რომ ოლდოს ჰაქსლი 1894 წელს დაიბადა და 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯ ორუელთან ჰქონდა ურთიერთობა. და როცა ჯორჯ ორუელმა თავისი ცნობილი ნაწარმოები 1984 დაწერა, გაუგზავნა ოლდოს ჰაქსლს. ის მას ასწავლიდა და ავტორიტეტი იყო მისთვის ძალიან ჯორჯ ორუელისათვის და როცა წაიკითხა ოლდოს ჰაქსლმა, თქვა, რომ ეს არის ძალისმიერი ძალადობა. თქვენ კარგად გახსოვს ახლა ჯორჯ ორუელის 1984 როგორი მძიმე ნაწარმოებია. მარტო ის რა დღეს, როცა აზრის პოლიციის ცნება აქვს შემოტანილი. და ის რომ იქ უნდა თქვას, რომ 2x2 5-ია. არა, აგრძელებენ წამებას მისას. ეს იმიტომ კი არ უნდა თქვას, რომ აიცილოს წამება, ძალადობა მის მიმართ, არამედ მართლა უნდა ირწმუნოს, რომ 2x2 არის 5. და ოლდოს ჰაქსლმა მაშინ თქვა, რომ მოდის დრო, როდესაც უკვე ეს ამდაგვარი პირდაპირი ღია ძალადობა შეიძლება უფრო რბილი ძალადობით. და ამას მიეძღვნა ეგ ნაწარმოები, რომელსაც მოგახსენეთ. ეს რბილი ძალადობა რას გულისხმობს? რბილი ძალადობა გულისხმობს იმას, რომ ისე ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეგეცვლება ცნობიერება, ისე რომ გახდები თითქოს არავინ გაიძულა არაფერი. თითქოს არაფერი. და ამას სიამოვნებით აკეთებ. და ეს არის სიამოვნება და სიამოვნებით მიექანები უფსკრულში. გაყოყოჩებული ცნობიერება, რომელიც მე იმ სტატიის სათაურად ავიღე თავის დროზე, ეს მე იუნგისაგან ავიღე. და იუნგმა ეს გაყოყოჩებული ცნობიერება
როდესაც აღნიშნა თავის ნაზრებში, ეს ეძღვნებოდა ფაშიზმს. აი ეს ფაშიზმის კიდევ უფრო ძლიერი ფაშიზმი და ვერაგული ფაშიზმი, რომელშიც კაცობრიობა გადაეშვა, ამაზე იწინასწარმეტყვა ოლდოს ჰაქსლმა. და აი ამ ნაწარმოებში არის სწორედ ის, რომ თითქოს კოლბაში გამოყვანილი ეს ადამიანები როგორ არიან ერთი და იგივენი, იგივეობრივნი არიან. და იქ არსად არ არის მე, პასუხისმგებელი მე. იქ არ ხდება ინდივიდუაციის პროცესი. ამას ადამიანები აკეთებენ სიამოვნებით. აი სიამოვნება რაშია ოღონდ? რატომ სიამოვნებით? აი რატომ უნდა გსიამოვნებდეს, როცა მე ვერ გამოვხატავ ჩემთან? მშვენიერი კითხვა არის და პასუხი ასეთია. წამალდამოკიდებული. სიამოვნებს. სიამოვნება აზარტულ ქმედებაში ჩართული ლუდომანი, ვთქვათ, ხო? აი ეს კლუბების მუსიკა, სადაც შენ აი ხარ ისეთი რიტმულ რხევაში, სადაც შენ არ უნდა გახსოვდეს, რომ შენ ხარ. ჩაკარგვა. თავარი ეს არის, რომ შენ არა ხარ. ან დავივიწყო ვინ ვარ. არა, ისიც არ ვიცი რომ ვარ. კიდე შემდეგ ეტაპია რომ დავივიწყო ვინ ვარ. საერთოდ არც ვიცი ვინ ვარ. სულ უნდა არა, მე ამაში საერთოდ არა ვარ. მე საერთოდ არა. საერთოდ არა ვარ. და მე ჩემ თავთან ვერ ვრჩები მარტო. და აი ძალიან ხშირად ირინა ჩემთან მოსულ ადამიანებს კითხვას უსვამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. სად უყვართ ყოფნა? სად იჩქარიან? სახლში გიყვარს ყოფნა? არა. რატომ? იმიტომ რომ იქ შენ თავთან ახარ. შენ თავთან არ უნდა იყო. შენ უნდა დაგავიწყდეს. და არის აი ასეთი მდგომარეობა, როდესაც შენ თავში იძირები რეფლექსიას, რასაც უწოდებთ ჩვენ. და აი ეს რეფლექსიის პროცესი არის სულ სხვა მდგომარეობა. თვითრეფლექსია, როცა რეფლექსიის თვითჩაღრმავების პროცესი. და აი ნეტარი ავგუსტინე ლაპარაკობს, რომ როდესაც ადამიანი იმყოფება ქრისტეში, ანუ ჭეშმარიტებაში, მაშინ ის იმყოფება მარადიულ აწმყოში და ხდება ამ დროს სუბიექტური დროის თვითკონსტრუირება. მე ნელ-ნელა სპეციალურად ლაპარაკობ. ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა. აი ნახეთ, იქ ხდება სუბიექტური დროის თვითკონსტრუირება. და ასეთი ადამიანის სიტყვას ასე აგრძელებს ნეტარი ავგუსტინე. აქვს შთაგონების ძალა, რომელიც სრულიად მისტიკურია. აი ეს არის ის მარტოობა, სადაც მთელი სამყაროა შენში. იმიტომ რომ შენ იმყოფები ჭეშმარიტებაში. შენ იმყოფები ქრისტეში. ქრისტე ჭეშმარიტება სიყვარულია, გზა არის და იმაში ხარ შენ. მაგრამ ის
როდესაც მდგომარეობა, როდესაც შენ გარბი ხარ შენი თავიდან, ნახეთ, როგორი განსხვავებული მდგომარეობა და შენ შედიხარ ისეთ სიტუაციაში, ისე აღმოჩნდები, რომ შენ არაფერი არ ხარ. შენ არავინ არ ხარ. ქალბატონო, ახლა გამიჩნდა კითხვა თუ შეიძლება. ნახეთ, თითქოს რაღაც ორი შეპირისპირებული მოცემულობა არის ახლა ჩემთვის. ეს მე როგორც ინდივიდი, მე გაურბი ვარ ჩემ თავს და ეს ჩემგან მომდინარეა, თუ თქვენ ახსენეთ, აი როგორც ნაწარმოებშია, რომ აზრის პოლიცია. თუ ეს სისტემა, ანუ თითქოს ორი მოცემულობა, ერთი რომ სისტემა, როგორც აზრის პოლიცია, ახლა რომ გადმოვიტანოთ, მაიძულებს, რომ მე ჩემი თავი არ გამოვხატო, არ ვიყო ინდივიდუაცია არ მოვახდინო. თუ არის მეორე მოცემულობა, რომ მე თვითონ ვამბობ ჩემს თავისუფლებაზე უარს. თუ ეს ერთ იცით რა არის, ერთია ჩემი ნება, ხო? მეორე არის ის სივრცე, ის გარემო, რომელშიც ვიმყოფები და ის როგორი რა ტექნოლოგიით შემოდის ჩემში. როგორ შემოდის და სწორედ აი ეს არის, რაზედაც ოლდოს ჰაქსლი აღნიშნავს. რაზედაც ლაპარაკი არის ის, რომ ეს არის ის რბილი ძალა. ანუ მაინც გარედან მოდის აი ეს შემბოჭავი ძალა. იცით რა არის? გარედან მოდის, მაგრამ რა ხდება და ვინ ხდება? მოდი განვიხილოთ ორი შემთხვევა. აი მოდის გარედან ძალა და ხდება ადამიანი, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენ, აქვს თავისი უნიკალურობის განცდა, მაგრამ იქიდან ძალა მოდის, რომელიც წნეხავს. შეუძლია აი ამ თავისუფლებისკენ ტოლვას ეს გადალახოს, თუ მაინც აზრი არ აქვს ყველა სისტემა შეუძლია. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ საიდან მოდის მაშინ იმ ინდივიდს, საიდან უნდა ქონდეს ეს ძალა? სად ან მე რატო ვიპოვე სიტყვაზე ჩემში ეს ძალა და ვიღაცამ ვერ იპოვა? ყველაშია, ეგ საქმეც ვისა. ჩვენ რომ ვიბადებით, ირინა, ჩვენ ვიბადებით ადამიანებად, მაგრამ ვართ იმ დროს ადამიანი, რომელი ახალშობილია ადამიანი. ხო, პოტენცია. ხო, ის არის შესაძლო ადამიანი, შესაძლო. ეხლა პატარა რკოში უზარმაზარი მუხაა და შენ აი ახალშობილი რო ხარ. შენში არის ის ადამიანი. ამიტომ მიკითხა ილია ჭავჭავაძემ, კაცია ადამიანი. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია. მე დავიბადე ყველა იმ ლტოლვებით, იმ ინსტინქტებით, რომელიც მთელ სამყაროს, ბიოლოგიურ სამყაროს გააჩნია და უფრო მეტიც ადამიანში მენდელეევის პერიოდული სისტემის ყველა ელემენტია, ხო? მთელი სამყარო ადამიანს შორს ვერ წავართ ახლა ამაზე საუბრით, ხო? ყველაფერი ადამიანში, ყველაფერია მოცემული. და არის აგრეთვე როგორც კიდე გავიმეორებ, რკოში უზარმაზარი მუხა, შენში არის ეს მოცემული, როგორც მოცემულობა, შენ განსხვავებული ხარ ადამიანო, განსხვავებული ხარ, ლეკვი გაჩნდა ლეკვაც და იქნება ძაღლი. მორჩა, ის ბუნებისაგან ასია მოცემული, კნუტი იქნება კატა. აი სარტრი ლაპარაკობს. გაყინულ ბეღურას აქვს უფლება ღმერთს უსაყვედუროს, მაგრამ ადამიანს არა. აი ნახეთ ახლა ის რაც ჩვენ დაგვყვა განსხვავებით ყველა ცოცხალი ორგანიზმისაგან, აი ამ სამყაროში, რითაც მუხის რკოში მუხა, სიმინდის მარცვალში სიმინდია. როცა ლობიოს თესლში ლობიოა,
ადამიანში რა არის ის რაც მას დაყვა იმ თავითვე ეს სინდისია ჩვენ სინდისი რომელიც ჩვენშია ამიტომ ამბობს კანტი ორი რამ მაოცებს ამ ქვეყნად ერთი ვარსკვლავებით მოჭედილი სეცა და მეორე ზნეობრივი კანონი ჩემში ხო სინდისი რატოღაც მეგონა რომ თავისუფლებას იტყოდით და თუ შეგიძლიათ უცებ რომ უცებ რამდენად შესაძლებელია რომ სინდისის და თავისუფლების მიმართებაზე ვისაუბროთ უსათუოდ მაგრამ ის რაც ფილოსოფიისათვის არის სინდისი და სინდისის ხმა ჩემში ამაზეა ლაპარაკი რელიგიისათვის ეს იგივეა ღმერთი ჩემში და ფსიქოლოგიისათვის ეს არის ჩემი უნივერსალური მე ჩემი პასუხისმგებელი მე ესა მაგრამ აი ეს ითხოვს გარკვეულ პროცესია აი ეს ახალშობილი ამიტომ ძალიან კარგადაა ნათქვამი რომ დედა სამშობიაროდან რო გამოყავს ბავშვი და ხელში ყავს ატატავებული ეს გახვეული ჩრებში გახვეული ჩვილი მან არ იცის ვინ უჭირავს ხელში უკანასკნელი ავაზაკი თუ აი ესეთი ღირსეული და მნიშვნელოვანი პერსონა ჯერ არ იცის მაგრამ აი როდესაც შენ ყიდულობ და უშუალოდ კატის კნუts თუ ლეკვის მასრობას და პუდელი იყიდე რაც არ უნდა გააკეთო ის ნაგაზი ვერ გახდება ხო და აი აქ არის ეს და რა არის ეს არის ის გზა რომელსაც ადამიანი დაბადებიდან სულ ბოლომდე აი უკანასკნელ ამოსულთქვამდე გადის. ამიტომაც თქვა პოლ ვალერიმ თავის დროზე, რომ დასრულებული ადამიანი არასოდეს არ არის ადამიანში. არასოდეს. და ეს ძალიან კარგად ჩანს თავად აი ჯვარზე გაკრული ქრისტე და აქეთ ჯვარზე გაკრული ავაზაკი. და ავაზაკი როგორც კი ჭეშმარიტებას შეიცნობს და შენ ხო მესია ხარო ეტყვის და ქრისტე ამბობს ჩემთან ერთად იქნები ცათასასუფეველში, ხო? აი ეს არის რომ ბოლო წუთამდე ადამიანებს აქვთ ამისი შესაძლებლობა და მე ეხლა არ შემიძლია რომ არ თქვა ეს და იმიტომ რომ ამის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებ. იქ სადაც კანონმდებლობაში სიკვდილით დასჯა იქნება გაუქმებული ის უკვე ის საზოგადოება თავისი დემოკრატიულობით, სულიერობით, ყველა სიმაღლით უკვე მაქსიმუმშია. რატომ? იმიტომ რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ბოლო წუთამდე მივიდეს საკუთარ თავთან. და საკუთარ თავთან მისვლის გზა ადვილი არ არის და ეხლა მინდა რომ ამაზეც ვილაპარაკო. და რატო ვთქვი რომ ხელიდან ვერ გაუშვებ, მეთქი აი სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საკითხს. მე-12 საუკუნეში თამარ მეფის დროს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. აღარ იყო. მე უკვე დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა და იოსებ ბარათაშვილი იყო ასეთი სათათბიროს წევრი იყო რუსეთის და აი დროებითი მთავრობა რო იყო მაშინ ჩამოვიდა და დააყენა საკითხი სიკვდილით დასჯის გაუქმებისა და ვეღარ მოასწრო. და მე სწორედ აი ჩვენს პირობებში შევარდნაძის დროს 1997 წელს თუ არ ვცდები და მე მგონი არ ვცდები გაუქმდა სიკვდილით დასჯა. აი ეს
მინდა რომ აღვნიშნოთ აუცილებლად ძალიან მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოების სტრუქტურაზე უნდა ვილაპარაკოთ და აი ეს მე ძალიან მახარებს ქართულ ხასიათში ბევრი რამ არის ირინა ძალიან ბევრი აი თუნდაც ერთი პატარა შტრიხი მინდა აღვნიშნო და ვთქვა ამასთან დაკავშირებით რომ აი ყველგან არის ახლა მარტო ის რა დღეს რომ ოიდიპოს მამა უნდა მოკლას და ესე იგი ეს არის ჯერ ბერძნულ მითოლოგიაში როგორ არის რომ ზევსი კრონოს ტარტაროსში ჩააგდებს და იქედან მოდის დროის ათვლა და მერე თვითონ აი როგორ არის ეს როგორი პროცესები მიედინება მერე ხო და აი თვითონ ეს ურთულესი გზა გაიარა თვითონ ბერძნულმა ცნობიერებამ აი ამისი გზა და ეს როგორც კანონზომიერი პროცესი ისი არის რომ მამამ უნდა მოკლას შვილმა უნდა მოკლას მამა და ის უნდა წამოვიდეს მაგრამ იქედან წამოიღოს გარკვეული მემკვიდრეობითობა და ეს მემკვიდრეობითობაში იყო რომ კიდევ შვილი ისიც მისი შვილი აი როცა კლავს მამას იმასაც იმისი შიში აქვს და ასე შემდეგ და ქართულ ცნობიერებამ რა გააკეთა იცი არ ვიცი მე ეს მომწონს და მინდა ვთქვა რომ ნახეთ როგორ უნდა მოკლას ქართველმა მამა რომ ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასა და ნახეთ ამითი დაალაგა ნახეთ უკვე არა აჯობე აჯობე იყავი უკეთეს ნუ მოკლავ აჯობე ხო აჯობე ხო იქ ფიზიკური რომ არის იქ ეს არის გარკვეული მეტაფორა და რა თქმა უნდა ეს უგულისხმებოდა ნუ ახლა გადავიდეთ და დაუბრუნდეთ მაგრამ ერთი კითხვა მაქვს სანამ დაუბრუნდებით როგორ ფიქრობთ ქართული საზოგადოება აი ეს თუნდაც რომ გაავაუქმეთ სიკვდილსაში და თქვენ აქ ისტორიული ეს რეფერენსი გააკეთეთ რომ იქ თამარ მეფის დროს მაგრამ აი ეხლანდელ საზოგადოებაში ეს ჩვენი საზოგადოება მივიდა აქამდე ეს მართლა ჩვენში ზის თუ დასავლეთიდან გადმოკოპირებული რაღაცა კანონია იმიტომ რომ მე ხა რასაც უყურებ ხოლმე ხა სიკვდილით დასჯა ერთი მაგრამ ეს სოციალურ ქსელებში ელემენტარული განსხვავებულობა, არ ვიცი, მუქარების, ნუ გასაგებია კომენტარების დონეზე, მაგრამ აი ღვარძლი, მუქარა, არ ვიცი, განადგურების სურვილი ესე არის მოზღვავებულად არის. შეიძლება ეს უბრალოდ ის არის რაღაც თამაშის ნაწილი რადგან სოციალურ ქსელებში, მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ აგრესიის მართვა ის სოციუმში რო განვიხილოთ, მართლა მან თუ არ, ანუ აი ამ მიმტევებლობის სიმაღლეზე ვარ. აი ოლდოს ჰაქსლი არის ჩვენთან აღდგენილი და კარგად არის ნამუშევარი ოლდოს ჰაქსლი, რასაც ლაპარაკობს და აი გამახსენდა ეხლა მამარდაშვილს აქვს ასეთი ლინგვისტური დაბეჭავება. აი ესეთი დაბეჭავება შეგვრჩა ხელში. ნუ რა ვქნათ ეხლა ოლდოს ჰაქსმა ის იწინასწარმეტყველა და აგერაა ჩვენს წინ ჩვენს სივრცეში. არის ეს, არის უსათუოდ არის. ამას თვალს ვერ დაუხუჭავთ ჩვენ, რომ აი ასეთი დაუნდობლობა, იმ ხარისხის დაუნდობლობა, რომ მართლა დავბეჭავდით ლინგვისტურად. ესე იგი აი ეს სიტყვა, რომელსაც თავისი შინაარსი და მნიშვნელობა იმდენად სადღაც გავიჭერით და სადღაც ვართ, რომ ჩვენ იმდენად გვაწუხებს ეს. თან შინაგანად ყველას აწუხებს ეს. შინაგან რომ აგრესიას ვეღარ იტევს. ზუსტად. ვეღარ იტევს აგრესიას ადამიანი. იმ დონეზე და იმ ხარისხში რომ თუ შენ აი
მე რასაც ვამბობ იმას როგორ არ ეთანხმები შენ არ ეთანხმები შენ არ მოდიხარ აქა შენ არ მოდიხარ აქა და აი იმდენით აგრესია და ეს აგრესია თქვენ სად გინახავთ და სად გაგიგონიათ რომ ჭეშმარიტებაში იყო ბრაზით ჭეშმარიტებაში იყო ზიზხით მაგიტომ ამბობ რომ ჭეშმარიტებაში ანუ მე მესმის რომ იდეის დონეზე ქართული საზოგადოების იდეის დონეზე და ქართველობა როგორც იდეა შეიძლება ასე ვისაუბროთ და იქ შეიძლება მიმტევებლებიც ვართ და რაღაც მაღალცნობიერებს მაგრამ რეალობაში რო სხვაგან ვართ როდის ემთხვევა ეს რეალობას და ეს ჩვენი მაღალი სულიერება ერთმანეთს სადმე ოპტიმალურ წერტილს პოულობს რასაკვირველია და ეხლა რა მინდა გითხრათ რომ ერთხელ ერთი აღარ მახსოვს სად იყო როგორ იყო რომ ჟურნალისტმა მკითხა ხანდახან არიან ჟურნალისტებიც ზოგჯერ შეხვდებიან და ჟურნალისტმა მკითხა რომ თანამედროვე საზოგადოებას როგორ დაახასიათებდიო და სხვათა შორის ეს იმ დროს მოხდა როდესაც ეხლა ის რომ მენატრება დღევანდელ დღესთან შედარებით და მაშინ ვთქვი რომ თანამედროვე საზოგადოება ეს არის შეშინებული დაღლილი და მოტყუებული ну ცხადია განმარტება მთხოვა ეხლა რითი არის შეშინებული აი როგორც კი უკვე აი ეს ველური კაპიტალიზმი ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრდა იქ უკვე საერთოდ ეს ასია კაპიტალიზმისათვის ესაა დამახასიათებელი ეს ჩემი აზრი არ არის როდესაც კაპიტალიზმის ღირსებებზე ლაპარაკობდნენ მაშინ ითქვა ეს თავის დროზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკის განვითარებასთან მიმართებაში მაგრამ ეს მაგრამ იყო რომ გამოიწვევს ადამიანის გაუცხოებას საკუთარ თავთან. აღარ ვიტყვი ახლა კამიუს უცხოს, დაცემას, შავჭირს, სარტრის გულისრევა, არაჩვეულებრივი რომანი და აღარ ვიტყვი კიდე გაბრიელ მარსელზე რას ლაპარაკობს და როგორა და რა ხდება, მაგრამ აი ნახეთ როგორ არის სიტუაცია რომ როდესაც აი ადამიანები აბსოლუტურად განურჩევლად იშვიათი ერთეულების გარდა რომელისთვისაც რა თქმა უნდა მიზანი არის მატერიალური მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის არის აგრეთვე მიზანი და არავითარ შემთხვევაში როგორც მხოლოდ საშუალება უკაცრავად ეს არ არის იცით არ არის ახლა უფრო მეტ გამოვკვეთავ რომ აი ისევ კანტის სიტყვები არის რომ მოექეცი შენ თავს საზოგადოებას სხვებს კაცობრიობას აგრეთვე როგორც მიზანს და არავითარ შემთხვევაში როგორც მხოლოდ საშუალებას აი ესა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას როგორც მიზანს და არა როგორც საშუალებას არავითარ შემთხვევაში როგორც მხოლოდ ყველაფერს ეხება ეს საკუთარ თავს საზოგადოებას ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს ქალბატონო აუცილებლად მინდა ეს ძალიან აქტუალურია და მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რომ აი კაპიტალიზმზე როცა საუბრობთ და ისედაც აი ეს თემა რო შევარჩიეთ თქვენში ვიგზენი ცოტათ ადრე პრივატულ საუბარში ხაც აი გაღიზიანება და გაღიზიანება არა უფრო პროტესტი არსებული
თითქოს წესწყობილების მიმართ, ანუ ეს კაპიტალიზმში თქვენ ისაუბრეთ თუ სწორად აღვიქვი, რომ არის ჩადებული რაღაც ისეთი მარცვლები, რომელიც ფაქტობრივად ადამიანის ღირსებას აცლის. აი ამაზე ვისაუბროთ. გაუცხოება. ჩვენ ირინა, როცა მივდიოდით ექიმთან, ვამბობდით, ექიმო, კუჭი მტკივა. და აქ იგულისხმება, რომ ეს კუჭი ჩემია. მაგრამ ეხლა მივდივარ და ვეუბნებით, ექიმო, კუჭი მაწუხებს. თითქოს მეზობლისა მოვიდა მაწუხებს, რას ქვია. გაუცხოვდე. და ეხლა აი იმაზე მეტი რა უნდა იყოს, ახლა მართლა ალბერ კამიუს უცხორომა, ახლა რას მაგონდება და ახლა აი გაბრიელ მარსელი რო ლაპარაკობს იმას, რომ აი ნახეთ აი ტექნიკის პრობლემა, ტექნიკა, რას აკეთებს ტექნიკა და მას თავისი ღირსება, სადაც ტექნიკა იქ ფული არის, ირინა. ხო, არა, ვახსენოთ, რომ აღიქვან ადამიანს. არა, იქ აუცილებლად არის ფული. სადაც ტექნიკა, აი ბერდიევის წერს ამას. ხო, აი მოდი, აი ვიღაცებს შეგეკამათებოდნენ, რომ ყოველ შემთხვევაში ცდიდნენ ბედს და შეგეკამათებოდნენ, რომ აი ეს ფული, რატო ფული ძალიან კარგია, ენერგია, კარგად ცხოვრობ, კეთილდღეობა მოაქვს. სად არის ხაფანგი, რაზე ვსაუბრობთ, აი უფრო რომ ჩავშალოთ. ესეც როგორ არის, რომ ფული ხელთ მე მიპყრია თუ ფულს უყრივარ მე. ამაშია ეს ხაფანგი. რომელი მატარებს, მე ვატარებ და მე ვმართავ, თუ ის მართავს, აი მეცენატი, ძველი რომაელი, იქედან მოდის ეს მეცენატობა, ხო? ის თვითონ მართავდა ფულს. აი ასევე იყო საქართველოში სარაჯიშვილი, ხო, დავით სარაჯიშვილი ძალიან ახლა იქ ალიხანოვის და უამრავი რაღაცები, ახლა მე ერთი დეტალი უცებ გამახსენდა და ამაზეც შორს არ მინდა რომ წავიდე და ვისაუბრო, მაგრამ იმდენი რამე აქვს გაკეთებული, ხო? აი რას აკეთებს, რასაც აი ჩვეულებრივად ეს არამიანცის ავადმყოფოს რო უწოდებთ ჩვენ. ხო ის რომელიც საქართველოში ცხოვრობდა სხვათა შორის ყარაბაღიდან იყო ეს წარმოშობით. და აქ ცხოვრობდა, აქ იყო და ნუ როგორი ქველმოქმედი იყო. ძალიან მძიმე დაამთავრა და ასრულა მან ცხოვრება, მაგრამ ესე იყო, ხო. ეხლა თუ საზოგადოებაში არის სოციალური სამართლიანობა, კი ბატონო, მაგრამ კაპიტალიზმს ეს არ შეუძლია. ყველა არის შეშინებული იმით, მდიდარიც, ღარიბიც, რომ ფული ერთნაირად ფიქრობენ ფულს, მდიდრების და ღარიბების. და საინტერესოა კიდევ, რითი გაიზომება მდიდარი და ღარიბი. იცი ძალიან თავარია აქ მნიშვნელოვანია სუბიექტური განცდა. ვიღაცა მილიონერია, 1 მილიონი აქვს და ის ღარიბია იმ 10 მილიონთან, მილიონი ვისაც აქვს. ის 100 მილიონი რომ აქვს, ის ღარიბია კიდე რომელსაც 2 მილიარდი აქვს, ხო? და აი ასეთი ამ მარათონშია ჩაბმული. და აი აქ ავიწყდება ადამიანს, რომ ის თვითონ არის და ადამიანი რომ არის, ავიწყდება. და თუ განთავისუფლდა და ეს განთავისუფლება არის ქველმოქმედება. და ამ ქველმოქმედებას კიდე საოცარი სიფრთხილე ჭირდება ბეწვის ხიდზე გადიხარ ქველმოქმედების დროს. რატო? იმიტომ გადიხარ ქველმოქმედების დროს, რომ შესაძლებელი არის ადამიანებმა აი ეს მიიღონ, როგორც მათი, ასე ვთქვათ, და მე არავს თუ მოგთხოვონ, გაჩერდნენ თავიანთ მოქმედებაში. ეხლა როდესაც შენ გაძლევენ იმისათვის თანხავს, რომ მიწა დაამუშაო, რაღაცები გააკეთო, ასე და წახვალ და აი მანქანას იყიდეს და რაღაცა ასეც გააკეთე, ხო აქაც ბეწვის ხიდზე გადიხარ და ახლა აქ ცდისა და შეცდომის გზით სიარული მთლად
სასიკეთო არ არის და ხო, ანუ შეიძლება დახმარება კი არა აღმოჩნდეს, რაღაც გადამრჩენელობა აღმოჩნდეს, რაც პირიქით აბეჭავებს ადამიანს. კი, ესეთი რაღაცა არის და ნუ მოკლედ მთელი ამბავია და სხვაგან წავალ. კარგი, და ესე იგი შიში. ახლა ეს შიში არის ხო? ახლა დაღლილი რითია? ამ შიშისაგან. ცოტა მეცინება. როგორი არის მარადიულ შიში ყოფნა? რა საშინელება. ადამიანი როცა ხარ შეშინებული და თან ვერ დაღლილი ამ შიში. ამ შიშისაგან დაღლილი ხარ. ახლა ადამიანს რომელსაც აქვს ახლა მე კონკრეტულ პერსონალს გულისხმობ ახლა 10 მსუბუქი ავტომანქანა. და კიდე რაღაცა და ოჯახში სულ 3 წევრი. არა, ოჯახის 4 წევრი. ვინმე კონკრეტულზე ვამბობ. კონკრეტულს გულისხმობ ახლა მე. და ნუ რაღაცებს აკეთებს კიდე რაღაცებს და რაღაც გაფაციცებული და ახლა აი როგორი არის და იხლება ადამიანი. ეს არის ხელოვნება თქვენ რასაც აკეთებთ. დაიხალა მე რა მაგარი. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ძალიან მარტივად რო. დაიხალა და 17 მანქანა ყავს და 18-ზე ნერვიულობს და დაღლილია. და მოტყუებული არით? დემოკრატიით. გონია რომ დემოკრატიაში. დემოკრატიით. საერთოდ თანამედროვე ადამიანი. ეხლა ეს ისე კარგად ჩანს და ლაპარაკი ამაზე კიდევაც ხო? მაგრამ ერთი წუთი, დემოკრატია თავისთავად არის ტყუილი თუ რაღაც ჩვენ ქვეყანაში ან რაღაც განუვითარებელ ქვეყნებში ან ნაკლებად განუვითარებულში არის ვერ იყიდებს ფეხს. ამას ამბობ თუ თავისთავად ტყუილია არ ვიცი ირინა, ეხლა აი შენთან ამ საუბარში გამიჩნდა უცებ ერთი ასრი. არ ვიცი, აი ეხლა აი ამ წუთში გამეჩნდა, რომ კულტურას რომ შეუძლია იყოს დემოკრატიული, ისი არაფერს. და ეს სწორედ საკითხი ის არის, რომ აი ამ მარათონში ფულის, ტექნიკის, ასე ტექნიკა თვითონ ამას იწვევს, ქმნის, რომ ფულის აუცილებლობას და აი ამ მარათონში, იცი, აი აქ უკვე ყველაზე მეტი პრობლემა, რომელიც ჩნდება და თითქოს აი ზედმეტია, ყველანაირად ზედმეტია, აი ის, რასაც ჩვენ კულტურას უწოდებთ. აი სინდისი ხომ შინაგანი მოცემულობა, მაგრამ აი ზნეობა და მორალი ეს არის შექმნილი, იცით, ჩვენი ურთიერთობებში. და აი ეს უკვე კულტურის სფეროა. აი ეგ ზომიერება, კულტურა არის აი თვითონ ზომიერების შეგრძნება. აი როგორც კი დაირღვევა ზომიერება ის პროპორცია, ხო? აი ეგ უკვე ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ეს არის თავისმოტყუება, ხო? არა. ეს უკვე ახალ არის, ხო? ყველაფერში. ანუ დემოკრატია და კაპიტალიზმი ერთად ვერ იქნება, ეს თავისმოტყუება. ამას ვამბობთ? მე მინდა რომ ფორმულები გათქმევინოთ. კი, ასე არის და ეხლა მოდი რა, მე რო ეს ჩემი ნათქვამი ასე არ გამოვიდეს და მე მაინც ხო, აი გაბრიელ მარსელი, რომელიც მიმართ საოცარი სიმპათია და აი საოცარი სიმპათია გამაჩნია. ესეთი ღირსეული ხედვა აქვს, აი მთელი ღირსებით მოსილია მისი ხედვა. ნახეთ როგორ არის, რომ აი სხვადასხვა თანამედროვე, აი 1973 წელს გარდაიცვალა. და ის ლაპარაკობს, რომ აი მაჯის საათი რო გაქვს გაკეთებული ხელზე, ხო? და ყველაფერი დახედავდა ადგილზეა. საათის მაჩვენებელი ის არის, თავის ადგილზეა. წუთების მაჩვენებელიც არის. დახედავ დროს, მაგრამ გატყუებს ის. და რატომ? აი როგორც კი
ყურს დაადებ იმსაც, არ წიკწიკებს. და თანამედროვე საზოგადოება ასეაო, ტექნიკა არისო, ისიც არაფერს არ გეუბნება. ის არ მუშაობს ადამიანისათვის. და აი ეს რომ არ წიკწიკებს, ის არის რომ თანამედროვე საზოგადოება სული არ აქვსო. და ის ცდილობს აი მიზნად დაისახა, რომ აი ამ ტექნიკას, ამ ფულის სამყაროს გამოგლიჩოს ადამიანი და ორი რამე არის ამისათვის. ერთი ხელოვნება და მეორე ფილოსოფია. აი ხელოვნება ეს არის ხშირად მithქვამს და გავიმეორებ სულიერების ზარდახშა. ჩვენ ლაპარაკობთ რომ ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება. სულიერი. სულიერობა. და რა არის სულიერობა? სულიერობა ის ღირებულებები არის, რომელიც აი განცდისეულად რომ შემოდის შენში და ეს ხელოვნება შეუძლია. განცდისეულად. თუ განცდაში არ შემოვიდა, ის არ დააჩდება ცხოვლად შენ სულსა და გულს. ის ვერ შემოაღწევს შენში. განცდა მთავარი. და აი ფილოსოფიაში, რომელიც აი ის ხედვა, აი სამყაროს ის ხედვა, მარტო ის რა ღირს. აი ფილოსოფიაში საკითხები როგორაა დაყენებული. ფილოსოფია ძალიან მიყვარს და ვეღარ შევალ, მაგრამ ერთი რამ არის ფილოსოფოსის მამარდაშვილის მიერ ნათქვამია, რომ სამყარო გამჭვირვალეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელშიც შენი არაფერი არ არის იქ. ამას განყენებული აზროვნება ქვია. აი ეს უკვე ფილოსოფოსის წესია ცხოვრების. ქალბატონა, თქვენ ფიქრობთ მართლა გულწრფელად, რომ უმრავლესობას ადამიანებისას, აი სულ არ არსებობდა სისტემები, აი რომ წარმოვიდგინოთ, ესეთი დაშვება რომ გავაკეთოთ, თავისთავად უმრავლესობა ადამიანს აქვს რესურსულად ამის წვდომის უნარი. ირინა, ისევ ის ძველი ირინა ხარ ჭკვიანი. კარგი კითხვა დამესვენ. ხო, ნახე როგორი რაღაცაა ირინა, რომ მირჩეილიად რუმინელი ძალიან დიდი მოაზროვნე. მას აქვს ნათქვამი, რომ თანამედროვე ადამიანს ელაპარაკობს. უნივერსალური ადამიანის მოდელი შეესაბამება პირველ ყოფნობაში მყოფ ადამიანს. რამდენ ხანს ფიქრობდი, იცი? რანაირად პირველ ყოფნობაში. ხო, ეგრეა. და რას ნიშნავს ეს? ნახეთ, რასაც მამარდაშვილი ამბობს, რომ სამყარო მხოლოდ გამჭვირვალეა იმ შემთხვევაში, თუ მასში შენი არაფერი არაა. ჩვენ სამყაროს როგორ დავინახავთ, არსებულის მიღმა არსებულს როგორ ჩავწვდებით, როცა ყველაფერში ჩემს ასვდებ, ჩემს სურვილებს, ჩემს ვნებებს ვდებ. ესე მინდა. ეხლა ისიც გახდა, რომ არა, შენ ჩემსავით უნდა იფიქრო. ყველაფერი ისე გახდა. აი მე არ ვიცი რა, ოლდოს ჰაქსლი ასე მგონია, რომ ჩვენთან აი იყო და დაწერა. ამაზე სიზუსტით ვერა არ არსებობს და ეხლა დიდი ბოდიში ძალიან დიდი პატივისცემით, სიყვარულით ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა თავის დროზე ჯორჯ ორუელმა. ყველაფრით, მარტო არა 1984-ით, ყველაფრით რა, მაგრამ აღარ არის უკვე იმისი დრო წავიდა. აი ახლა ოლდოს ჰაქსლი. აი ახლა ეგ არის. აი ახლა არის ჩვენს თვალწინეს ყველაფერი. რა იყო იმ პირველ ყოფნობაში ამ ადამიანების ურთიერთობაში? ხო, რა იყო? უნივერსალური რამ. იქ არ იყო რასობრივი განსხვავება.
იქ არ იყო ქონებრივი განსხვავება, იქ არ იყო ასაკობრივი დაუშვათ რაღაცა ისეთი განსხვავება. იქ მხოლოდ ერთი იყო სიცოცხლე. სიცოცხლისათვის სრულმა. სიცოცხლისათვის. და ჩვენ ისე შემოგვადნა ეს, რომ უნივერსალური არის სიცოცხლე ამ სამყაროში, რომ ყველაფერს ვკლავთ. და დღევანდელ საზოგადოებას უწოდებენ ვულგარიზებულ საზოგადოებას. პირველი რაც მოხდა, კულტურა, ზომიერების გრძნობა, ხო? სიტყვა, აღნიშნულობითი ფუნქცია აღარ აქვს სიტყვას. და შეხედეთ, ნახეთ, როგორია მეტყველება, როგორ მეტყველებენ, როგორი ბილდსიტყვაობა, როგორი აგრესია. და რატომ ეს აგრესია, რატო ამდენი ბილდსიტყვაობა? ყველა მიცოდეს, რომ თუ შენ ბილდსიტყვაობ, თუ შენ აგრესიას გამოხატავ, შენ ესე იგი შენი მოქმედებით აბსოლუტურად არ შეესაბამები უნივერსალური ადამიანის მოდელს, სადაც სიცოცხლეა უმაღლესი ღირებულება და სადაც სიცოცხლე არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ადამიანთან. ესაა ფსიქოლოგიური, ესაა სოციალური და ესაა სულიერი. და ეს სულიერი რა არის? არავინ არ მოგთხოვს ირინა პასუხს. არავინ ამ სამყაროში. ყველას იგნორირებას გაუკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ. და რომ ვერ მიდიხარ ამ საკუთარ თავთან და პირისპირ ვერ დგები შენ თავშივე, შენ საკუთარ თავთან ყვირი, წიოქობ, ქალები გახკივიან, არ ლაპარაკობენ, არ საუბრობენ. იმიტომ რომ არ ესმით ქალების. არ იღიმებიან. არა, ირინა. აი ესეც ვინ მოიტანა ქალების არ ესმის და კაცებს ქალების არ ესმის ამ პირიქით. არა, კაცებს არ ესმის. არა, ირინა. ადამიანის არ გვესმით. თორე ის, როდესაც მე დავყავი ეს ქალია და ეს კაცია, ეს კულტურა მომიტანა, იმიტომ რომ ქალი როგორც აი ბიოლოგიურად სხვა ფუნქცია აქვს მას. მას სხვა ფუნქცია აქვს. ეს ფუნქციები ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსიქოლოგიურში არ აისახება? და სულიერად რა ფუნქცია აქვს ქალს? სულიერად ის ფუნქცია აქვს, რომ გრძნობელობა მისი უმაღლესი დონის მგრძნობელობა და ქალის სხვათა შორის. აი რომელსაც აქვს ერთიანობაში მასკულინური და ფემინური, აი ფსიქოლოგიაში ის ითვლება სრულყოფილ ქალად, ხოლო მამაკაცი, რომელსაც აქვს ორივე ნეიტრალური, ის არა. მე მარიანა შნაიდერის კლასიფიკაციას მოგახსენებთ, ოღონდ ფრაგმენტი გითხარით. ეხლა აქედან. ამიტომ არის, რომ ქალს აქვს იმისი უნარი, რომ აი ცხოვრების ჭაპანი თავი თვითონ გასწიოს, იმიტომ რომ დედაკაცია. და ამავე დროს ქალად დარჩეს. და ამავე დროს ეს მისი არჩევანია. მე არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ისტორიული. არაერთი. მარგარიტა ტეტჩერს რკინის ლეც უწოდებდნენ და როგორი ქალური იყო. და შეხედეთ, ეხლა ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ის ისე ბილდსიტყვაობდეს, როგორც ჩვენი ქალებისაგან გვესმის და განსაკუთრებით ამ ჟურნალისტებისაგან. ხო, არა, ბილდსიტყვაობა არ ვიცი, შეიძლება კაცო ძალიან უხდებაო, შეიძლება ითქვას, ნუ შეიძლება რაღაც კონტექსტში. ირინა, არა, უხდება, როგორ უხდება? როგორ უხდება? არავის არ უხდება, მაგრამ აქაც არის, იცი, აი ეს კულტურის არის ახლა, ნუ რადგან ამას შევთქვი. არა, მე ამას გეტყვი იმას, რომ ეხლა სულ სხვა არის იმერეთში და სამეგრელოში და სხვა არის კახეთში. და ეს კახეთში, ახლა ამას რო გავყვეთ, ჩვენ საწავალთ, იცით, კახეთს სხვა
ყოფა ქონდა ისტორიულად, გეოგრაფიულად, ყველანაირად სხვა ბუნების სიტუაციიდან და თავისი იმ ფუნქციით, რომელიც მას გააჩნდა, აი ქვეყნის ის კარიბჭე იყო, საიდანაც მოდიოდა მტერი და აი სულ სხვა იყო. ეზოს მოწყობას დასავლეთ საქართველოში სხვა იყო ტრადიციულად და კახეთში სხვა ბოსელი, აი ის სველი წერტილებს, რასაც უწოდებთ, ხო? აი ეს ყველაფერი სახლის წინ იყო, უნდა დაენახათ. მაგრამ აი იმერეთში და გურიაში მოგეხსენებათ, რომ უი რამდენი უნდა იაროს სადღაც ეზოს ბოლოში, სადღაც ასე იყო, ხო და ეზოს მოწყობას, ნუ ეს სხვა ისა. ყველაფერი არის იცით გასათვალისწინებელი. ეხლა მაგალითად იაპონურ კულტურაში ისეთი რამ არის, რომელსაც ვერაფრით ვერ გადმოიტან, აქ ახლა კიმანოზე ბალიში რომ აქვს ქალებს რისთვისაა. არ ვიცი, რისთვის. ეს სადაც მოეხერხებათ რომ დასხდნენ თუ. არა. აი სამურაები, რომლებიც ეს იყო იაპონიაში იმპერატორის ასე ვთქვათ, ეს იყო სამხედრო ფეოდალიზმის ერთ-ერთი გამოვლინება და იმპერატორი ითვლება წმინდა არსებად. და იმ მითოლოგიაც არსებობს ასე, რომ მზის ქალღმერთმა ამატერასომ შვა პირველი მითიური იმპერატორი ძიმო. და ეს იმპერატორის დაცვა იყო, დაცვა კი იმისთვის იყო ეს სამურავები, ხო? და სამურავებს სადაც აქვთ ახლა ეს თქმულება ასეთი, რომ სადაც თავიანთი ლიბიდოს ენერგია შეაწუხებდა და ქალი შეხვდებოდა, ქალი ვალდებული იყო, რომ მისთვის პარტნიორობა გაეწია. და მე იმპერატორმა ბრძანება გამოსცა, რომ მთელი ლები ზურგით დაეხვია და ეტარებია და დღეს ეს შემორჩენილი არის ახლა. ესე რომ კიმანოზე ეს არის და ამაყი არიან ისინი, ამას ახლა თავისი ისტორიის და სხვათა შორის აი ეხლაც ეს მნიშვნელოვანი არის. ირინა არის არაჩვეულებრივი ფილმი, რეჟისორი არ მახსოვს ეხლა მე, ეს არის კორეული ფილმი, სამხრეთ კორეული, რომელსაც ქვია პარაზიტი. კი, ნანა. ეს მე მგონი ყველამოდან ნახოს. ეს ყველამოდან ნახოს. აი იქ არის ის სოციალური ფულის და ადამიანებს შორის ურთიერთობები. და ნახეთ როგორ არის ის ფენები, რომლებიც სოლიდარული იყვნენ ერთმანეთის მიმართ ადრეულ პერიოდში. აი დაუშვათ ეს სიღარიბე, ანუ პროლეტარება ყველა ქვეყნისა შეერთითო, ხო? ანუ იყო სოლიდარობა იქ, აი ახლა აქ როგორ უპირისპირდებიან თვითონ ერთმანეთს, როგორ უპირისპირდებიან და აი როგორ დაუნდობლები ხდებიან ერთმანეთის. ერთი სოციალური ფენა. ნახეთ, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამავდროულად ის მდიდარი ფენა, რომელიც წამოსულია იმ სიღარიბიდანაა, ამიტომ მეტროსუნი როგორ აღიზიანებს. როგორ აღიზიანებს და როგორ აგრესიას წარმოშობს და როგორც ოლდოს ჰაქსლი. ოღონდ სხვა მიმართულებით უკვე ეს რეჟისორი ლაპარაკობს იმაზე, რომ ბოლოს მამას პოულობს და მამა ძალიან სიმბოლური ეს ღმერთია. პოულობს როგორ იცით მორზეს ამბანით. და რაღა დროს მორზეს ამბანია, ესე იგი აქ ტექნიკაზეა პირდაპირ ლაპარაკი და ფულის უპირატესობაზე, ხო? და აი რომ უყურებ მაყურებელი აი ამას, ამ ფილმს და ბოლოს აი სადღაც რაღაცა თოვლიან, რაღაც ტყეში როსის და ათვალიერებს იმ სახლს და მორზეს ამბანით აღმოაჩინა. აი მამას იქ შუქი რო ინთება ქრება. აღმოაჩინა და ბოლო ფრაზა ასეთი. მე ვიშოვი ბევრ ფულს და ამ სახლს ვიყიდ. და აი ჩამოყრი ხელებს. მაინც იქ. დიდებული ისე ოლდოს ჰაქსლი.
და ამისათვის აი ამ მდიდრები, შეშინებული მდიდრები, ყველაფერს აკეთებენ, უამრავ თანხას ხარჯავენ იმისათვის, რომ მასები, ადამიანები, რომლებიც და სწორედ სიტყვა მასა, აი ეს ოღონდ კნინობით ფორმაში, მასა, აი ასეთნაირად უყურებენ აი ამ ადამიანთა სიმრავლეს, რომელსაც არ უნდა კონდეს ოჯახი, არ უნდა ყავდეს ოჯახი, არ უნდა კონდეს სამშობლო, არ უნდა იყოს რელიგიის მიკუთვნებულობა და ადვილი სამართავი და ფასეულობა. ანუ არაფერი არ აქვს. და ამას ისე ნებაყოფლობით ჩაყვები და ფსიქოლოგიაშია ეს. ამას ქვია ფენომენი ფეხი კარებში. პატარა რამით დაიწყებ უმნიშვნელოთი, მერე შესრიალდები, შედიხარ აქ და მერე უკვე იმას იხებ შენ, იმას ითავისებ, მაგრამ ვერც კი გრძნობ, როგორი აგრესიული და დესტრუქციული ხდები. რატომ? იმიტომ რომ შენ ნეტარი ავგუსტინე რო ამბობს, არ იმყოფები ქრისტეს ღვაში, ანუ სიყვარულში, ანუ ჭეშმარიტებაში, ანუ შენ გზას ვერ ხედავ და რას შეუძლია გამოიყვანოს ადამიანი საერთოდ ამ მდგომარეობიდან და რა გზით შეიძლება ადამიანი მივიდეს თავის თავთან, ანუ იგივე იმ პასუხისგებელ მესთან, რომელსაც გააჩნია აი ეს თავისუფლება. თავისუფლებაზე არაჩვეულებრივად ლაპარაკობს პავლე მოციქული. შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ. ჭეშმარიტების შეცნობა. თავშიც დავშეკითხო, რომ სინდისთან მიმართება როგორია თავისუფლება. აი ეგ არის, შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ. და ეს ჭეშმარიტების მისაგნები გზა, რომელიც შენ გაქვს და შენ რომ მიდიხარ ამ გზაზე, ეს ტკივილიანი გზაა სულ. ეს არის გოლგოთა. ეს არის ის წინააღმდეგობები, რომლებიც შენ ტკივილით გაქვს დასაძლები, ტანჯვითა გაქვს დასაძლები. აი როგორც არის ახლა ბუდამ 4 ჭეშმარიტება აღმოაჩინა. პირველი რა არის ეს, რომ ცხოვრება ტანჯვაა. მეორე განთავისუფლდი ამ ტანჯვისაგან, როგორ მიიღე ეს ტანჯვა, მიიღე ის შენია. და ეს მოხდება განთავისუფლება 8 საფეხურით. ეს არ არის, ისი ცხოვრება ტანჯვა, მიიღე ეს ტანჯვა, შენ განთავისუფლდები ამ ტანჯვისაგან და შენ ეს საფეხურებით უნდა გაირო. ახლა ქრისტიანული რელიგია რას გვეუბნება? საღდგომო ლიტურგიაში არის ასეთი გალობა არის ქრისტეს მიმართ, რომ სიკვდილისა დამძრგუნველი და საფლავებს შინა სიცოცხლის მიმნიჭებენ. რას ნიშნავს სიკვდილისა დამძრგუნველი? აი, როდესაც მე სიამოვნებაზე ვარ ორიენტირებული და სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ჰედონისტური არსება და ლუარსაბი. ლუარსაბ სიამოვნება უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რით იღებულობს ის? ჭამას. და ილიასაც უნდა ეს და ექვთიმე-თაყაიშვილს და ექვთიმე-თაყაიშვილმა რითი მიიღო ეს სიამოვნება? ის სიძველეები გადაარჩინა, ხო? ილიამ ერისწყული მაჩნდეს ყულად. ესაა მისი გზა. და სიკვდილისა დამძგუნველი მე როდესაც მივდივარ ამ გზაზე და მე გადავაბიჯებ და დავძლებ გოლგოთაა ეს მარადიული მისტერია, ეს 4 ფაზა გასავლელია ყოველ ადამიანს. ეს არის რა? გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება. ეს ჩვენი ცხოვრების გზის ფორმულაა ირინა და ამას გაურბივართ. ის სიამოვნება მინდა, რომელიც ეხლა, მაგრამ თუ მე ამას არა გადავლახავ იმას ტანჯვით, იმას სიკვდილით, ხო?
და კიდე მე ავდგები, ახლა ვისაც უნახავს ეს როგორი არის ის რიტუალი, ბერათ აღკვეცის თუ მონასტრად აღკვეცის, ეს ვიზუალურადაა იქ მოცემული. და მე კიდევ დასაძლევი მაქვს, აი სიკვდილითა სიკვდილისა, მე კიდევ და საფლავებს შინა სიცოცხლეს მიმნიჭებელი. ილია რა მკვდარია? ხო, ანუ უკვდავი ხდება. და ნახეთ, ის გარდაცვლილი სიცოცხლეა, უკვე ცოცხალი არის. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ბიოლოგიურად მხოლოდ მოცემული არსებები და მე ვამბობ აი ამ გზაზე, ჩვენი ცხოვრების გზაზე, ამ ტანჯვების გადავლით, აი ჩვენ მე ამ სიკვდილებს დავარქვი პატარა სიკვდილუკები და ეს სიკვდილუკები უნდა გავიაროთ. ძნელია, ტკივნეულია და უნდა გეტკინოს. იმიტომ უნდა გეტკინოს, რომ აი მერე უკვე განაადვილია, ადვილი რომ ყოფილიყო, არაფრით არ იქნებოდა. ქრისტე რო ამბობს ელი ლამა საბაქთან, მამაო რატომ იმატოვე და გეციმანის ბაღში იტირა. და აი ამას რო გაივლი, აი ამას რო გადახვალ და ერთს დავამატე ბოდიშვიხტი ჩვენ ძალიან გაგვიჭიანურდა, მაგრამ პასკალს აქვს ნათქვამი, რომ არის ისეთი მოვლენები, რომელიც ერთხელ მოხდება და მერე აღარ მეორდება. მაგრამ არის ისეთი, რომელიც სულ არის, პერმანენტულად არის. ეს არის ქრისტეს მისტერი. გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება. ანუ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე იყავი. და რო შევაჯამოთ, კი, მაინც ეს კითხვა მაქვს, იმიტომ რომ სადღაც სულ იდეალისტი ვარ ხოლმე, თუმცა რაღაც მომენტში მაქვს, რომ იქნებ ზედმეტი ეს იდეალიზმი და რეალობა არის, რომ სისტემას არ ჭირდება ეს გამორჩეული, უნიკალური და ის მაინც გაასაშუალოებს ადამიანს. მე იმას არ მჭირდები, მაგრამ მე მჭირდება ჩემი თავი. მე მჭირდება, რომ ვიყო ის, რისთვისაც მოვევლინი ამ ქვეყანას ადამიანად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ერთი სიმინდის მარცვალი რო ჩავთესო და 100 ტონა ლობიო მოვიწიო იქედან. ან მე შკო ჩავაგდო მიწაში და იქედან მუხა კი არა, ძაღლყურწა დამოჯდეს. არა, იყოს თუ გინდა მანდარინი იყოს, პორტოხალი იყოს. თუ გინდა ზეთისხილი იყოს, სიმახინჯია. აი ეს არის, რომ ჩვენ მოგვეცა ეპოქა, მოგვეცა ტექნიკა და ფსალმუნებშია კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ჰყო. ბაძვი და იგი პირუტყვდა უგუნურთა და მიემსგავსა მას. ჩვენ გვაქვს ტექნიკა, პატივში ვართ ამ მხრივ, მაგრამ ვბაძავთ პირუტყვებს და დავემსგავსეს მათ. და ესა აპოკალიფსი დღეს. ანუ გამყოყოჩებული ცნობიერება. რითი გამყოყოჩდით? ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ტექნიკა, სილიკონის ველი და მისთანავთ. ამით უნდა დავასრულოთ. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მსუყე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ნახვა არ ეყოფა ამ პოდკასტს, ბევრჯერ უნდა გადახედოს მაყურებელმა, მათ შორის პირველ რიგში მე, იმიტომ რომ ძალიან მრავალწახნაგოვანია ყოველთვის თქვენი საუბარი და აი ზუსტად როგორც დაასრულეთ, რაღაცნაირად ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებს, თუმცა თქვენ მაინც ამბობთ, რომ ინდივიდი და ინდივიდუალიზმი გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში ეს ტოლვა უნდა გქონდეს. იცით რა არის, ჩემი თავის საჯულიც, ბრალდებელიც და ბრალდებელის მე ვარ. ყველაფერი მე ვარ რა. ამიტომ იცით რა არის, იქნები ის, რასაც აირჩევ შენ. და ამიტომ ამბობს ისევ სარტრი, რომ მე ვარ ჩემი არჩევანი. და სხვათა შორის ვიქტორ ფრანკმა უწოდა უკანასკნელი თავისუფლება რას იცით?
მე ვირჩევ ჩემ ცხოვრებას. ეს არის ყველაზე უკანასკნელი თავისუფლება, იმიტომ რომ ამის იქეთ სხვა და უფრო მაღალი თავისუფლება არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა და მადლობა ჩვენს მაყურებელს. ნახვამდის.